მოგესალმებით ისევ ჩემო კარგებო, მინდა გავხსნა ერთი თემა, რომელსაც ყოველთვის მივყავართ რაღაც გაცნობიერების დონემდე, ყოველ ახალ ნაბიჯზე, ყოველ ახალ გადასვლაზე მოდის ახალი წვდომა და განსაკუთრებით როცა შეხება გაქვს ადამიანებთან, რომლებიც ძალიან წინ წავიდნენ სულიერებაში, მოდის ისეთი გზნობა, რომ თითქოს რაღაც არ ვიცი, რაღაც კიდევ მაკლია. სინამდვილეში მე შემიძლია ეს თემა როგორც გზნობ, ისე მოვიტანო თქვენამდე. ან ჩემამდე. პრინციპში სულ ერთია. თემა მინიშნებების სამყაროსგან. შეგიძლიათ პერიფრაზირება გავუკეთოთ როგორც გინდათ, ანუ მინიშნებები ღმერთისგან, მინიშნებები ქვეცნობიერიდან, მინიშნებები ანგელოზებისგან და ასე შემდეგ. ისე განვიხილავ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. ყველა ეძებს რაღაც მინიშნებებს, ყველა იწყებს მის შემჩნევას, როცა გზაზეა, ან გადაუხვია გზიდან. ხედავთ რაღაც მოვლენებს და ვამბობთ ჩვენთვის. აი ნახე, ეს რაღაც ნიშანია, ეს ალბათ რაღაცისთვისაა. მაგალითად ავიღოთ პრიმიტიული, შავმა კატამ გადაირბინა. ეს ხომ რაღაც ნიშანია. პირველ საფეხურზე ჩვენთვის არის ნიშნები, ჩვევა და გამოცდილება. ჩვენ მივეჩვიეთ მოსმენას. ჩვენ სმენაში გვაქვს და აღვიქვამთ როგორც ნიშანს, რაც თავიდანვე ჩავდეთ, ის დავიმახსოვრეთ, სიტუაცია ან მოვლენა და ამას ვღებულობთ რწმენით და შესაბამისად ვიწყებთ ახლოს ამ ვიბრაციებთან მიახლოებას და შევიგრძნობთ შესაბამის მოლოდინს, რაღაცის. ანუ რაღაცა მოვლენა, რომელსაც დავინახავთ, ერთი ადამიანისთვის შეიძლება ერთს ნიშნავდეს, მეორისთვის მეორეს. აი თუნდაც ავიღოთ მაგალითად ესეთი რამე, რომ რომელიღაც ერთ-ერთ ქვეყანაში მიღებულია თქვათ სუფრაზე ხორცეული კერძები, სულ ხორცისგან გაკეთებული. ეს მათთვის კომფორტია და სიმდიდრეა. სხვა ქვეყანაში ეს მიუღებელია, უფრო სხვა ხილი ბოსტნეული და ბურღულეული. და ასეთი ადამიანები ერთმანეთთან როცა მოხვდებიან, აინდებათ ხოლმე დისკომფორტი და ნეგატივი. და ზუსტად ეს არის ჩვენს ბავშვობაში, ეს იდება თავში და ვცხოვრობთ ამით. როგორც ფაქტი, ეს მოვლენები საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. და ამიტომ არის ადამიანებისთვის რაღაცა ერთი მოვლენა, ერთისთვის ერთს ნიშნავს, მეორისთვის მეორეს, თუმცა ფაქტი შეიძლება იყოს ერთი. ასევე სულიერების რომელიმე საფეხურზე მყოფი ადამიანი ხედავს განსაზღვრულ ნიშნებს და როცა გადადის შემდეგ საფეხურზე, ხედავს სხვა რამეს. ციფრები, საათი, ნომრები, ერთნაირი ციფრები, ბანკნოტებზე, ჩეკებზე, ცნობიერი ეძებს მოსაჯიდს, რომ წავიდეს წინ. რაც მეტი მინიშნება, მით მეტი ერწყმუნებულება და უფრო სწრაფად გადასვლა ზედა საფეხურზე. აქ მთავარია მივხვდეთ, რას ვხვდებით. ჩვენ გვაქვს შვიდი ენერგეტიკული ფენა, რომელთაც ჩვენ უერთდებით და რომელთაც გააჩნიათ გენეტიკური ინფორმაცია და როცა ჩვენ განსაზღვრულ დონეზე, განსაზღვრულ ფენაში ვიმყოფებით, მის იქით ვერ ვხედავთ. როცა ფართოვდებით და უერთდებით მედიტაციით, ენერგეტიკული პრაქტიკებით, შეგვიძლია შევიგრძნოთ ის უფრო მაღალი ფენა და როცა მივდივართ მეშვიდე ფენამდე, ეს ნიშნავს ანგელოზების ნიშნებს, ინტუიცია, გრძნობელობა, ღმერთის შეგრძნება შენში, აბსოლუტი, რომელიც თითოეულ ჩვენგანში არსებობს. ეს ბოლო ფენა, მეშვიდე, ყველაზე ახლოს არის ღვთაებრივ წყაროსთან და როცა სულიერად, მენტალურად მივდივართ ახლოს ბოლო ფენასთან, ჩვენ გვერთვება ინტუიცია, რომელიც კვარ ნახობს
და ჩვენში რწმენას იწვევს. რომ თხოვთ და მიმართავთ ანგელოზებს. ბოლოს მადლობას ვუხდით. თუ მიმართავთ ღმერთს, ჩვენ შიგნით თხოვთ მას მადლობას ვუხდით. რომ ის ახლა ასრულებს ჩვენს თხოვნას. თუ თხოვთ სამყაროს, ვერთვებით იმ მატერიებში და მადლობას ვუხდით, რომ ეს შესრულებულია. მე გავუშვიეს პროცესი, როცა რწმენა დიდია ამ ენერგიებში, მენტალობაში, არა მარტო ფიზიკურ სხეულში, როცა არის დიდი რწმენა იმისა, რომ არის მისტიური მხარეც ცხოვრებაში, მაშინ ძალიან სწრაფად უკავშირდებით იმ ბოლო ფენას. ის ყველაზე ძლიერია ენერგეტიკულად და სწრაფად იზიდავს და ჩვენ გულით მადლობთ, რომ ჩვენი შეისმინეს. ასე შეიძლება ანგელოზებთან კონტაქტი. შეგვიძლია სამყაროს თხოვთ დახმარება ნებისმიერ დროს. თუ ვილაპარაკებთ ანგელოზებზე, უბრალოდ ყოველ შემთხვევაში ჯიშის მეხსიერება, სულების მეხსიერება, ეს ინახება იქ და ამიტომ ტყილად არ მოუგონიათ ის, რომ ანგელოზს სთხოვო დახმარება. თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ანგელოზია, მისი დავალება განვითარება იმით, რომ დაგვეხმაროს ჩვენ. როგორც სულიერი წინამძღვარი, ის არის, ის არსებობს, ის ზის და გველოდება, როდის მიმართავთ და ვთხოვთ მას დახმარებას. მისი დავალება გაგვიხსნას ხსნები, კარები, მოგცეს გასაღებები, მოგვიყვანოს საჭირო ადამიანები, მოგცეს საჭირო ენერგია. ჩვენი დავალებაა მხოლოდ ვთხოვოთ მას. ის გველოდება, როდის ვთხოვთ და როცა მიმართავთ, ანგელოზო ჩემო, სამყარო, ღმერთო, ვთხოვ დამეხმარე, მე ახლა მჭირდება შენი დახმარება. მე მჯერა რომ შენ მე ახლა დამეხმარები. მომიყვან მაგალითად კარგ მასწავლებლებს, ადამიანებს, გთხოვ დამეხმარო. ამოვირჩიო ყველაზე კარგი, კომფორტული სახლი ჩემი ოჯახისთვის და ასე შემდეგ. ვთხოვთ რაც ჩვენ გვინდა. დამეხმარე მქონდეს კარგი ურთიერთობა ჩემ ადამიანთან, რომ იყოს ყველაზე თბილი, ყველაზე კომფორტული, რასაც კი მიოცნებია. მე გთხოვ, მხარში დამიდგე და მომცე ენერგია. მადლობელი ვარ, რომ შეისმინე. ასე შეგვიძლია მიმართოთ, ვისაც გჯერათ. ფაქტით არსებობს ერთიანი ველი, ერთიანი ენერგია, ამას ვაკეთებთ ჩვენ და შესაბამისად თუ გჯერა, რომ ვართ მხოლოდ ჩვენ, ანუ თუ გჯერა, რომ ხარ მხოლოდ შენ, მიმართე შენ შინაგან ცნობიერებას, შიგნით, რომელიც არის ამ სხეულის შიგნით, მიმართე შენს ინტუიციას, ეს შველის ამართლებს. როგორც ფაქტი, ჩვენ ვიზიდავთ საჭირო ნიშნებს, საჭირო ადამიანებს. მე რომ ახლა ეს გავიფიქრე, კი ზუსტად შესაბამის ვიზიდავ. ანუ თქვენ მიზიდავთ მე, იმიტომ რომ გჭირდებათ ეს ინფორმაცია. მე გიზიდავთ თქვენ, იმიტომ რომ მე მჭირდება გაზრდა კოლექტიურ აზროვნებაში. მოკლედ, არის ინტუიცია, რომელსაც თუ მოусმენ და მიხვდებით როგორ მოусმინოთ, კარნახობს, რომელი და როგორი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, ან გამოვხატოთ, გავსაზროთ.